საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? დღეს ამ საკითხებზე გავშლით ცოტა სიღრმისეულად საკითხს, რა არის თქვენი წარსული გამოცდილებები, რა გაკვეთილები ისწავლეთ, რა რისკების წინაშე გახართ ეხლა სად ხართ და მომავალში რა იქნება და გზავნილი, რა თქმა უნდა, სამყაროსგან თქვენთვის. ბალანსისთვის არ დაგავსწრეთ ვიდეოს დალაიქება, ჩემი გვერდის გამოწერა, კომენტარში დამიწერეთ რეზონირდა თუ არა და ეხლა რა ეტაპს გადიხართ, რამდენად ახლოს მოვა ეს გაშლა თქვენთან. მე ეხლა დავაპაუზებ ვიდეოს, რომ არ გაიწელოს ძალიან და ხანგრძლივი არ იყოს და ჩაგერთვებით. რა წარსული გამოიარეთ ისეთი, რომელიც ზეგავლენას ახდენს თქვენზე? პირველი პოზიცია ეს არის. გეტყვით, რომ პირდაპირ გეტყვით, პრობლემური აქ არის თქვენი ოჯახი და ოჯახური სიტუაციები. შესაძლებელია თუ დაოჯახებული იყავით, იქ იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან ბევრი სირთულე, ტყუილები, ღალატი, ზურგს უკან მოქმედებები, მტრული დამოკიდებულებები. შეიძლება ეხლაც გრძელდება, იმიტომ რომ გავლენა შეიძლება ახდენდეს მეტნაკლებად თქვენზე. შესაძლებელია მარტივად მოექეცით სხვისი გავლენის ქვეშ. აქ არ არის აუცილებელი მეუღლე იყოს ქალი მამაკაცი ვიმიყურებთ, შეიძლება ზოგადად ოჯახური საგვარეულოს ზეგავლენების ქვეშ მოექცეთ, მშობლების ზეგავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეთ, ესეც პრობლემურია. აქ თითქოს ჩათვალთ, რომ ვიღაცა თქვენზე მეტი იცოდა, ვიღაცა თქვენზე ძლიერი იყო და აი მიენდეთ ბოლომდე დაუჯერეთ და მერე შეიძლება აღმოჩნდა, რომ მოტყუებული აღმოჩნდით და ეს არ იყო ის, რაც რეალობაში თქვენ გჭირდებოდა თითქოს და უფრო მეტად დაკარგათ, დაგაბნიათ ამ სიტუაციებმა, წარსულში მაქვს ახლა საუბარი და უფრო მეტი სირთულეები წარმოშვა თქვენთან თითქოს და შეიძლება გქონდათ განცდა, რომ დაკარგული იყავით და აი ვერ ხედავდით გამოსავალს. ცოტა მძიმე სიტუაციებია. აქ ოჯახური სიტუაცია მოდის ძალიან პრობლემური თქვენთან რა ვიღაც აი შეიძლება იყავით ურთიერთობაში, რომელიცშიც არ იყავით ბედნიერი და რომელშიც ძალიან ბევრი ტყუილი იყო და ვიღაცეების ჩარევებიც იყო. რა გასწავლათ ამ ყველაფერმა? ამ ყველაფერმა უფრო მეტად გაგაძლიერათ, მეტი სიმტკიცე მოგცათ, გაჩვენოთ საკუთარ თავში თავდაჯერებულები გახდეთ, შეიძლება ისწავლეთ თქვენი პოზიციების დაცვა, თქვენი საზღვრების დაცვა. შესაძლებელია რომ მიხვდეთ, რომ იქ სადაც არგის გაჩერება უნდა წამოხვიდეთ და თითქოს ერთი ეტაპი, ერთი ციკლი შეეკარით და დაასრულეთ. არ აქვს ხა მნიშვნელობა ქალი მიყურებთ მამაკაცი, ძალიან ხო გაგაძლიერათ ამ სიტუაციამ, მაგრამ ამასთანავე ხედავ, რომ შეიძლება ცოტა უფრო აი ქალებს ეხებათ განსაკუთრებით მამაკაცურ ენერგიებში გადაგიყვანათ, გაგხადა ძალიან დამოუკიდებლები, ძალიან ძლიერები, იმდენად რომ აღარც კი აი პარტნიორი მამაკაცი შეიძლება ეხა თუ ვინმე იყოს დათრგუნოთ, იმდენად ძლიერი ენერგიები გაგაჩნდეთ თქვენ თვითონ, ანუ იმ სიტუაციებში თავის გატანა, თავი რომ გაგეტანთ და გადარჩენილიყავით, არ ქონდათ დანებების საშუალება. კი ბატონო, ეს დანებება არის ისწავლეთ, რომ მართვის სადავები თქვენ უნდა აიღოთ, მაგრამ აქ არის უკვე რომ ცოტა სიჭარბეშიც კი გადახვედით რაღაც მომენტში ამაგ კუთხით. ეხლა სად ხართ? რა ხდება ეხლა თქვენ ცხოვრებაში? ეხლა ისევ და ისევ რატომღაც ძალიან ამოდის პრობლემური პარტნიორული ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამიშლია ამ საკითხზე, მაინც ბევრ თქვენთაგანთან არის ეს საკითხი კითხვის დღის წესრიგში. არჩევანი. შესაძლებელია სამკუთხედში ხართ, შესაძლებელია რაღაცა მესამე ფაქტორია თქვენ ცხოვრებაში, ურთიერთობაში, რაღაც არჩევანის წინაშე გაყენებთ. არ არის აუცილებელი ყველა სასწორ სამკუთხედში იმყოფება და შეიძლება სიტუაციურად, მაგალითად სამსახურსა და კარიერასა და სიყვარულს შორის, ან თქვენს გეგმებსა და მიზნებსა და სიყვარულს შორის, შვილებსა და სიყვარულს შორის. შეიძლება ესეთი მომენტიც იყოს, სადაც გულით უნდა გააკეთოთ რეალურად არჩევანი, მაგრამ გიჭირთ პასუხისმგებლობის თქვენ თავზე აღება, აქ ცოტა შიში შეიძლება იყოს იმის, რომ ვაი თუ ესე არ გამოვიდეს, ვაი თუ სხვანაირად იყოს, ვაი თუ რაღაცა შემეშალოს, ცოტა თავდაუჯერებლობა ახლავს ამ ყველაფერს. ვიტყოდი ისე, რომ პირადის იქით, რომ შევხედოთ, რომ საკმაოდ ბევრ ამაში ძლიერები ხართ, დამოუკიდებლები ხართ, ფინანსურათაც წინ მიიწევს, ვცდილობთ შექმნათ მატერიალური დამოუკიდებლობა. ანუ ესე ვიტყვი, მამაკაცი ქალებზე ვიტყვი, ჯერ არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ და მხარში დაგიდგეთ, აქ თქვენ რეალურად გულის სიყვარული უნდა დაინახოთ. ქალბატონებს ეხება ეს ბოლო მონაკვეთი განსაკუთრებით. ეხლა რა არის ის, რაც გლოკავთ და ხელს გიშლით წინსვლაში? იმედგაცრუება, რომელიც წარსულში გაიარეთ და ისევ უკავშირდება აქ თქვენს ოჯახურ სიტუაციებს, არ არის თითქოს ბოლომდე გაშვებული. შესაძლებელია ძალიან გული დაგწყვიტათ იმ ყველაფერმა და კიდევ სადღაც იმ ფიქრებში ხართ, ან თითქოს წამოხვედით
გამოტრიალებული ხართ, მაგრამ მაინც გონებრივად, მენტალურად შეიძლება იმ ძველ წარსულს მისტირით, ანუ იქ თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ემოციები დატოვეთ და დაკარგეთ და ეს ყველაფერი გულის სიღრმეში მაინც გულის წვეტებს იწვევს ძალიან ბევრს და ეს არის თქვენთვის შემაფერხებელი, რომ ენერგეტიკულად ჩაეხსენით ბოლომდე იმ სიტუაციას, საიდანაც უნდა ამოწურას რომელმა სიტუაციამაც თავისი თავი ამოწურა. შესაძლებელია ზუსტ მიდიხართ წინ რაღაცა ეტაპზე გახართ ახლა და მომავალი არის ბუნდოვანი თქვენთვის და ეს ძალიან შემაფერხებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომ მომავლის იმედივით თან გაქვთ და თან არა გაქვთ, ესე ვიტყვი. და სადღაც რაღაც მომენტში შეიძლება თქვენს ირგვლივ არსებული ოჯახური სიტუაციები იყოს შემაფერხებელი ფაქტორი. არ არის აქ აუცილებელი დაოჯახებული იყოს, შეიძლება რაღაცა მდგომარეობები ან ვალდებულებები, რის გამოც იბლოკებით და ხელი გეშლებათ. რა რისკების ქვეშ შეიძლება იდგეთ ახლა თქვენ ამ ეტაპზე? პირველი რასაც ხედავ, კომფორტის ზონა. შეიძლება რაღაც მომენტში ბრჭყალებში თუ კომფორტის ზონაში არ ხართ, მაგრამ სტაბილურობას ხართ მიჩვეული და სტაბილურობის დარღვევა არ გინდოდეთ და მზად არ იყოთ ამისთვის და ეს არის შემაფერხებელი რისკი, ესე რომ ვთქვათ, ყურადღება მისაქცევი. არ გადაეშვეთ, როგორ ვთქვა, თვითკმაყოფილებაში ზედმეტად და ეგოისტებიც არ გახდეთ. გაეცით ემოციები, კი ბატონო, გაეცით სიყვარული, რისი საშუალებაც გაქვთ და რისი რესურსიც გაქვთ, გაეცით. არ დაიტოვოთ ხოლო თქვენთვის და ხოლოდ საკუთარ თავზე არ იყოთ კონცენტრირებულები. ამას ხედავ, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ეს ეგოისტური მომენტები ამოვიდეს და პარტნიორ ურთიერთობებში განსაკუთრებით პარტნიორზეც იფიქრეთ და მისკენაც გაიხედეთ, მის სურვილებსაც შეხედეთ. ანუ ორმხრივი იყოს ურთიერთობა და მხოლოდ მიმღების პოზიციაში არ იყოთ, რომ მომეცი, სითბო, სიყვარული, თქვათ რაღაცეები და თქვენ არ გასცეთ, დააბალანსეთ, არც ზედმეტი არ გასცეთ, მაგრამ მიმღება გაცემის ბალანსი კარგი იქნება თუ გამოგივათ. საით მიდიხართ, საით მიგიყვანთ, ეს სიტუაცია საინტერესოა. ძალიან კარგი არკანები ამოგივიდათ, ეგერ გამარჯვება, აღიარება, წინსვლა, წარმატება. აუცილებლად გექნებათ, აუცილებლად დავამტკიცებთ თქვენ სიძლიერეს, თქვენს უპირატესობას, გაიმარჯვებთ ბევრ სიტუაციაზე, ერთს გაგაფრთხილებთ მაინც. თუ მესამე პირები ყავთ ურთიერთობაში, სასწავლო სამკუთხედში თუ ხართ, არის ვარიანტი, რომ ისევე დარჩეთ იმ სიტუაციაში, ვიღაცეები და ის სიტუაცია ჯერ არ შეგეცვალოთ, მაგრამ ზოგად ფონში ისე ცხოვრებისეულად ვხედავ, რომ ძალიან ძლიერები იქნები, ძალიან თავდაჯერებულები, რეალიზებულები, აღიარებულები, თითქოსა თქვენ რაც გინდათ, არის მიღებას, რასაც იმსახურებთ და რითაც ძალიან დიდი ხანია იბრძვით და ჭიდაობთ, ის ყველაფერი მომავალში უნდა დაგიფასდეთ. ეხლა რჩევას, ესე რომ ვთქვათ, თქვენი სურვილის გზავნილი სამყარო, რას გირჩევთ, გადაწყვეტილებებთან იყავით ყურადღებით, არ იჩქაროთ, ცივი გონება ჩართეთ, ემოციებზე აყოლა არ გინდათ, რჩევა ესეთია, დაიცავით თქვენი ინტერესები, პირადი სივრცე, პირადი საზღვრები და ლოგიკურად და რაციონალურად შეაფასეთ სიტუაცია. განჭვრიტეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, მაგალითად, რის წინაშე შეიძლება ეხლად გახართ, თავისი რისკით და თავისი დადებითი ასპექტებით, ანუ კარგიც და ცუდიც უნდა შეაფასოთ და ისე გადადგათ ნაბიჯი. არ იჩქაროთ, ისე ზოგადად იცოდეთ, რომ დროა ახალ კარს, ახალ შესაძლებლობას ცხოვრებისეულად, ახალ ენერგიები შემოუშვათ და გახსნათ თქვენი გულის კარი, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორ ურთიერთობაში მყოფებით თუ საქმიანი კუთხით, სიახლეებზე იფიქრეთ, დაინახეთ, რომ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ და დაინახეთ, რომ თქვენს ხელშია მართვის სადავები და არა სხვა პიროვნებს, ანუ საკუთარ თავში სიძლიერე უნდა დაინახოთ და იგრძნოთ, ეს აუცილებლად გჭირდებათ და ისე რაც ხედავ, რომ ძალიან ძლიერები ხარ და ცოტა დაუწიეთ ენერგიას და ძალიან მამაკაცურ ენერგიაში არ გადახვიდეთ, ქალებს ეხებათ განსაკუთრებით, ხო მამაკაცები როგორც ხართ იყავით ისე, არ არის პრობლემა, ქალებისთვის მექნება მცირე რეკომენდაცია, რომ ცოტა ქვემოთ ჩამოწიეთ ენერგია, ქალურ ენერგიებში დაბრუნდით რაღაც მომენტში. ქალური ენერგია არ ნიშნავს სისუსტეს, პირიქით სიძლიერეს ნიშნავს, მაგრამ ურთიერთობაში იყავით ქალის როლში და არა მამაკაცის როლში. მოკლედ მოგეწონოთ ვიდეო, დალაიქეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი გამოხმაურება, თქვენი კომენტარები, ვკითხულობ თითოეულ თქვენგანს, როგორც შემიძლიათ პასუხობთ. მადლობა ყურადღებისთვის.